ლოგიკა რო იყოს ზუგრა ჯაფარიძე და რა ქვია მას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და რა ქვია მას ყველა დანარჩენი საერთო რაშუაში არის პირველი უნდა დავებარებინეთ ანუ რეჟიმს აფასებდნენ მე კი გააფართო ეს ფორმალურად ამბავი მაგრამ ზოგადად ეს თუ რამის მაგალითად გამოდგება მარტო ის კი არა ლოგიკის უბრალოდ დაცინვა არის საკუთარ მომხრებსაც დაცინია ანუ ფეხებზე კიდიათ უბრალოდ ზოგადი ამოცანა აქვს ამ ნიაღვარის და ვიცით რა ამოცანაც აქვს ხო რომ მიმდინარე კრიზისი უნდა რომ წარმოაჩინონ წინა ხელისუფლებასთან ახალი ხელისუფლების დაპირისპირებად. ანუ ეგ უნდათ რომ იყოს და გასაგებია რატო უნდათ, იმიტომ რომ ეხლა დაპირისპირება საზოგადოებას და რეჟიმის შორის არის ბევრად უფრო ფართო საკითხზე, ფართო კონსენსუსის საკითხზე, ვიდრე წინა ხელისუფლების შეფასება ჩვენი ან ჩემი. ხო, უამრავი ადამიანი რომელიც სხვა აზრის არის ცუდის წინა ხელისუფლებაზე, საქართველოს მომავალზე, სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და ჩვენ იდენტობაზე როგორც დასავლური ცივილიზაციის ნაწილის არის ჩამოყალიბებული და თulis რომ ამას უქმნის საფრთხეს გარეთ ტერი რუსეთი და შიგნით მისი მოკავშირე ივანიშვილის რეჟიმი. და ამის გადმოტანა უნდათ აკეთებონ თან უნდათ რომ ყველა ერთ ქვაბში მოხარშონ, ანუ ის ხალხი ვისაც აფერ შეხება არ ქონა წინა ხელისუფლებასთან. ამას უნდა გაუსვათ ყოველთვის ხაზი. რაც შეხება მოლოდინს, კი ეხლა ჩემთან დაკავშირებით რატო არ გიჭერენო, ეგ მოლოდინი ოპოზიციის ბარაკშიც ბევრს აქვს. მე არანაირად არ უწყობ ხოლმე ხელს რომ ეს მოლოდინი გაუმართლდეს, ოღონდ ესეც ხუმრობით და ჩემი პოზიცია აქ ციტატას მაინც სუვაზუსტებ ხოლმე. თქვენთან მოგბრძანდითო, ნუ დაელოდებითო. რომ დაგიბარებენ თუ არაო და ნუ აბსურდის თეატრი ღრმავდება. წულუკიანთან აი ამ სამარცხვინო ივანიშვილის რეჟიმის რომელიც პოლიტიკური არარაობებით არის სავსე ალბათ აი თუ ინმე შეიძლება რომ გამოყვა ობახიძეც ესეთი ლიდერია, ნუ ბევრი ყავთ ვარსკვლავი, მაგრამ არარაობებში. მაგრამ ნუ აი ეს სიძულვილის და რაღაცა ბოღმის პოლიტიკურის და შავრაზმული ნიაღვარის გესლის ნაზავი არის წულუკიანი. საკუთარი ნებით მაგასთან რატო შეიძლება ადამიანი მივიდეს და მას თუ უნდა დებატები მე ვთქვი პარლამენტში რო ვიყავით ყველანაირი ხერხით თავს არიდებდნენ ინტერაქტიულ დებატებს. აი რამდენადაც ვიწვევ შეიძლება კიდე პროცედურები არსებობდა და ვიყენებდით ზოგჯერ და ყოფილა კალტონი წულუკიანიც აი როცა გახარი იყო პრემიერ-მინისტრი მაშინ ჯერ კიდე ეს პროცედურა იყო და იქ ჩუმათიჯდა არ გამოუჩენია თავი რომ თვითონ შემოსულიყო ინტერაქტიულ დებატებში და თვითონ რომ მოდიოდა ხოლმე აი როგორც ახლა იქ საფიხვნოს თავშიროზის ესე უყვარდა ხოლმე პარლამენტში დაძდება რომ კითხვებს ხები დაასვავენ 100 კითხვას და მე ეს იქიდან რაღაცა ამ გესლს ისვრის რომ არ გამოჩნდეს უსუსურობა მისი ინტერაქტიულობაში და მაშინ ეს არ გამოიყენა და ეხლა მოენატრა რომ ჩემთან დებატები იყოს არ გამოვა ეგ მე არ ვაპირებ რომ ხელი შეუწყო ჯერტი არ ვცრობა პარლამენტის ლეგიტიმურობას პოლიტიკურს და მეოცეთი ამ ამოცანასაც თქვი პროპაგანდისტულს რომ აქეთკენ წაიყვანონ ეს ამბავი მე არ შევუწყობ ხელს არც ერთ ვარიანტში და მგონია რომ არ წხვები თუ მოდით აი ეს თემა ამოწუროთ თუ აი ამ ვერსიას მივყვებით რასაც თქვენ ამბობთ რომ ხელს არ შევუწყობთ ეს ლოგიკურად ნიშნავს რომ დაბარების შემთხვევაში თქვენ კომისიაზე არ მიხვალთ არ გამოცხადებით რაც არის ასევე ნიშნავს იმას რომ შესაძლოა თქვენც გახდეთ პატიმარი ხელთან ერთად აი მოდით მაშინ როგორც ბოკერია ციხეში ციხის პერსპექტივიდანაც და როგორც თქვენ გარეთ გადმოვიდეთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან თემაზე რაც არის თვითმმართველობის არჩევნები თუ თქვენ პროტესტის შედეგის რაც დასახული აქვს საზოგადოების უდიდეს ნაწილს ამ რეჟიმის დამარცხება ამ ამოცანის გზებზე და მათ შორის არის თუ არა ეს გზა ცხადია კი ბატონო მოკლედ ზოგადად ბოიკოტი ხშირ შემთხვევაში წამგებიანია ხოლმე ოპოზიციისთვის და მომგებიანია ავტორიტარული რეჟიმებისთვის ზოგჯერ ისე ზოგჯერ ასე ჩვენ აგერ გვაქვს მაგალითი ეხლა რომ ამ ბოიკოტმა ეხლა აქამდე როგორც იყო პრინციპში გვაჩვენებს რომ ორი შედეგები მოგცა რა თქმა უნდა პროტესტთან ერთად კი ბატონო თუმცა ეს ბოიკოტიც ახლა გამოჩნდა რომ არ არის რაღაცნაირად ერთი ორგანიზმი არა თუ პარლამენტში ბოიკოტი შედგა პარლამენტში მონაწილეობის ნაწილში არა ხო გავიგე მაგრამ მე პარლამენტზე ვლაპარაკობდი ანუ ეგეც ბოიკოტია ხო ანუ თქვენ რაზეც საუბრობთ რომ ზოგადად სარისკო გზა არის პარლამენტის ბოიკოტირებაც ცუდი არჩევნების გაყალბებული არჩევნების მერე ეს ლეგიტიმური მოსაზრება ისე როგორც ნებისმიერი არჩევნების გამოტოვება რომ სარისკო გზა არის და არ არის რაც ნორმალური ამბავი და ავტომატურად მომგებიან ეს სწორია. მე მთავარი რამე მაქვს. ახლა რომ ეს დისკუსია ახლა გახსნა იქამდე გახარია და ძალიან უაპელაციოდ არც აინტერესებს ხების აზრი, რომ დააბრეხვა და კამპანია დაიწყო. ირიბად იმაზე მინიშნებით რომ პროტესტი ვერაფერს ვეღარ მოიტანს. აბა მაშინ მერე რაო და სამწუხაროდ იგივე გაიმეორა ლელომაც ძალიან აგრესიული ფორმით. ხა როგორც არ უნდა შეფუთონ რომ ჩვენ დისკუსია გვინდა, იქვე პირდაპირ თქვენს რომ ჩვენ და დაიწყეს ჩემი აზრით სუსტი არგუმენტების დახოვება ამ ვითარებაში. ამის სასარგებლოდ თან ესეთ ფორმით რომ ჩვენ ჩამოვყალიბდით და აბა ეხა ვილაპარაკოთ, ხო? მაგრამ
თუ ადამიანი თulis და ჩვენ ფედერალისტები არ ვთვლით, რომ ზოგადად ავტორიტარული რეჟიმის პირობებში არჩევნებზე უარი უნდა თქვა. არა, პირიქით შეიძლება პირიქით სასრული ვითარებაა, თუ ჩვენივე ისტორიას გავიხსენებთ, ხო? მაგალითად კომუნისტური საბჭოთა რუსული კომუნისტური რეჟიმის დამარცხების, რომ ისე გადატეხა ვითარებას, რომ არჩევნებამდე დამარცხებული ყავს, მორალურად და პოლიტიკურად გადატეხილი ყავს ავტორიტარული რეჟიმი და მე არჩევნებით ყველაზე სწორი გზით ამას აფორმებ. ოღონდ თუ ამ ამოცანას ისახავ, პირველი რაც გინდა, აი დავუშვათ, რომ მართლები არიან, ვინც ეს დაიწყო. და ჩვენ ვწდებით. პირველ რიგში საკეთებ გინდა რომ ეს ამბავი არ იყოს ავტომატურად დაპირისპირებისაგანი, ანუ ვცდილობ რომ ძირითად მოთამაშეებთან საერთოდ ენა გამონახო არგუმენტების შენი გაცვალო ან მოისმინო მათი არგუმენტები, ხო? ცნობილი გამოთქმა, ხო, რომ მეორე შანსი პირველი შტაბშილების მოხდენის არ არსებობს. ეხლა როგორ მოიქცა სხვა შორის თავის დროზეც თვეებით ადრე ნაციონალურ მოძრაობა და ახალი არასწორად მოიქცნენ, როცა ეს სამთავრობო პროპაგანდამ ეს თემა შემოაგდო თვეებით ადრე, თორემ აიტაცეს. ჩვენ მაშინ ფედერალისტები მომხრე არც ვიყავით, ვიძახით რომ არარელევანტური საკითხია, ჩვენ საპარლამენტო არჩევნებს რომ მივახციოთ, მაგრამ ხო მოვიდა დრო, რომ სამწუხაროდ აქამდე ეს რეჟიმი ჯერ არ არის დამარცხებული, ამიტომ მოვიდა დრო, რომ ამაზე უნდა იმსჯელო, ხო, იმიტომ რომ განაცხადის შეტანის დრო არის არჩევნებს და ამავდროულად და ამ დროს დისკუსიის გახსნა პირველ რიგში პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის, მაგრამ ასევე სამოქალაქო აქტიურ ჯგუფებთან ეს ლოგიკური იქნებოდა. ოღონდ ლელომ იქამდე გახარია. ეს დისკუსია შიგნით კი არ დაიწყო. პირიქით, შიგნით როცა ეს დისკუსია მიმდინარეობდა რამოდენიმე დღე, აი 26 მაისის პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის წინ პლატფორმაში, რომელიც ნაწილი თვითონაც არიან. იქ 3 დღე ტექსტზე იყო დისკუსია, როგორი უნდა იყოს გზავნილი და მე უბრალოდ მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს, რაზე მოხდა შეთანხმება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? მაგაზე ტექსტი არის, რაზეც მოხდა შეთანხმება და რაზე დაყრდნობითაც მე ივანიშვილმა მე უკვე ამ რეჟიმთან დამარცხების გზასთან დაკავშირებით ივანიშვილის რეჟიმის სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება მთელი პლატფორმის სახელით. ივანიშვილის რეჟიმის მიერ შექმნილი უმძიმესი კრიზისთან არსებობს ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი. ახალი წესებით ჩატარებული ახალი საპარლამენტო არჩევნები და სინდისის პატიმრების განთავისუფლება. ყოველივე დღე აღრმავებს შექმნილ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს, ვითარების ნორმალიზაციისთვის აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ეს შეიძლება განხორციელდეს ან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ან მასთან ერთად იმ სამართლიანი წესებით, რომლებიც შემუშავებული გვაქვს ყველა პოლიტიკურ და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან კონსენსუსით. ანუ ამაზე დაყრდნობით, ეხლა უყურე წინა დღეს რომ ამ ტექსტს დაეთანხმები. ეს დათქმა იყო და პარტია რომ იყო ეს დაგინებაზე კი არ არის, იმას ლაპარაკი. ანუ ეს ვარდე იქ რო კითხვა იყო, ანუ ეს პლატფორმა არსებობს. სამწუხაროდ თვითმმართველობის თემას ამბის გამო დატოვეს, რომ რახან იმაზე ეგრევე შეთანხმება არ მოხდა ნაციონალურ მოძრაობამ და ახალმა პლატფორმამ. მე ეჭვმეპარება რომ ეგ არ იყო რეალური მიზეზი და ზოგადად სხვა რამე იყო, მაგრამ აი ჩემი ეჭვებია და მე სხვა დროს ვისაუბროთ, ხო და ძალიან ცუდი იყო პლატფორმის დისკრედიტაციისთვის მუშაობა. მაგრამ ისინი ხო დარჩნენ და იქ არის პოლიტიკური ძალებიანი, მათ შორის ეხა ეს რაც იაფასება კოალიცია მარტო ჩვენ დავრჩით, ეგეც რაც საკუთარი მნიშვნელობის ესე მუდმივად ხაზგასმა რა ქვია ვიცი მე, ხო რა კონკრეტული ტერმინია, ნარცისიზმი ქვია, მაგას პოლიტიკური. იქ არის ყველა კოალიციის წევრები არიან, დროაც არის, ახალი თვითონ არ არის, მაგრამ დროაც არის, გირჩიც არის, ზურა ჯაფარიძის არის ნაციონალურ მოძრაობის კოალიციის ორი სუბიექტი, ყოფილი ჩვენი პარტია, გიორგი ვაშიძე, ვინც არ უნდა იყოს მნიშვნელობა რა აქვს, ვარ ჩვენ ფედერალისტები, ხო არის ლელო, არის თავისუფლების მოედანი, რომელიც გამოიყო მას და ვინმე არ მინდა გამომრჩეს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს ბევრი პარტია და იქ როცა აი ამაზე მიდის დისკუსია. თუ ეს მოსაზრება გაქვს, რომ გინდა რომ არგუმენტები გაცვალო პარტიებს შორის, იქ რატო არ იძახი ამას? იქ როცა კითხეს, საერთოდ სრული ამას დათანხმდნენ ამ ტექსტს. და რამოდენიმე დღეში ტორპედირება მოახდინეს ამ გზავნილი და ჩვენ თან მე კი დათქმებს აკეთებენ, ჩვენ გვინდა რომ დაგარწმუნოთ, თუმცა თქვენ იძახენ, ჩვენ ჩამოყალიბებული ვართ. ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას ამ ბრძოლის, ხო, ამ არგუმენტებით ჟონგლირებენ. თან, ნუ ეხლა ეს ChatGPT-ის არგუმენტი რაც მოისმინე ხაზაზე გულს კი არ ვიცი, კომიკურობის მიღმა არის. ხო, ხა, ბოლო-ბოლო თუ ჩვენ უახლეს ისტორიას გავიხსენებთ, რა თქმა უნდა, არის წარუმატებელი ბოიკოტების მაგალითები, იმიტომ რომ ის დაირღვა, ხო, აგერ 20 წლის. მათ შორის იმადგან, ვინც დღეს ამაზე საუბრობს, ლელოს გულისხმობ, ხო? და ჩვენ გვაქვს ყველაზე წარმატებული მაგალითი, ხო? საბჭოთა რუსული რეჟიმის დამარცხების ისტორია 90 წლის, როცა პირველი არჩევნები მარტში 90 წლის როცა იყო დანიშნული და რომელიც იყო ფორმალურად ერთპარტიული, შეეძლო არაკომპარტიის წევრს მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თამაშის წესები ეგ და კიდე სხვა იყო პრობლემური და ნაწილმა ეროვნული მოძრაობის მნიშვნელოვან ნაწილმა სწორად თუ არასწორად მაგას კი ვიძახი, მაშინ სხვა აზრები იყო, თქვა რომ არა, ეს არჩევნები ესეთი არ ჩატარდება. ისარგებლა იმ საზოგადოებრივი მხარდაჭერით თავისი პოლიტიკური ძალით, გატეხა რეჟიმი მორალურად, წესები შეაცვლილია და ოქტომბერში დაინიშნა არჩევნები, რომელშიც რუსული კომუნისტური პარტია, რუსული, მიუხედავად რომ ეთნიკური ქართველები იყვნენ სიაში, ის ბუნებით იყო საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი პარტია, იქნა დამარცხებული მრვალი მაგიდის გამსახურდას ლიდერობის მიერ. ანუ ეს მაგალითიც გვაქვს. მე არ ვიძახი რომ ეს იდენტური ვითარება, ისტორია იდენტური, არასოდეს არ არის. მაგრამ ეს გამოცხადება რომ არასოდეს არ ხდება თან, რატო რითიც დავიწყე. თუ გინდა და თუ იძახი რომ იცი რა უნდა გავტეხო და ეს არჩევნების გამოვიყენო და მე ხას უსვა
ჩვენს ფედერაციას თვითონ შეიძლება იყოს ვითარება, როცა ავტორიტარულ რეჟიმში პოლიტიკური პატიმრობით, მაგრამ არჩევნებზე მაინც გადიხარ. ხო, მაგალითად მოვიყვანეთ, ხო, საბჭოთა ვითარებაში გავიდა, ხო, ის ხალხი და მოიგო. მაგრამ აქ უნდა გინოდეს, რომ ვითარება გადატეხილი კონდეს. და თუ თავიდანვე და თან იცის, ხო, ლელომ თვითონ შეატყო და მაგნაწილში ერთ დეტალში ვეთახებ მარტო, რომ თავიდანვე ამ შხამის დაწესვა კონფრონტაციის არასწორი იყო, კონსულტაციური ყოფილიყო და ჩვენ ამიტომაც მაგაში თავს ვიკავებდით. და ამიტომ ჩვენს გვაკრიტიკებდა მკაფიოები რატო არ ახართო. ხო, ჩვენ კიდე ვიძახით, რომ როცა პოსტივი იმედი და რუსთავიორი ხედავ, რომ უნდათ რომ ყოველდღე მაგაზე გალაპარაკონ, არ უნდა გინდოდეს თო, მეთქი არც არ ვიძახით. მაგრამ კაი, ეს თუ არასწორი იყო, შენ რატო უნდა დაიწყო? ხო იცი რომ ეგეთ განწყობილებებია. ამ ჯახზე რატო მიდიხარ? თუ არა გაქვს გამოცანა უბრალოდ პროცესში ცენტრალური გამოჩნდე და ისარგებლო იმით, რომ სხვები არ მიიღებენ მონაწილეობას, ან სუსტ მდგომარეობაში ვარ და შენ თავარი გამოჩნდები. ეს არის ახო ამბავი და მით უმეტეს ესე ტექსტ რატო ეთანხმები და თან თუ შენ გინდა რომ აქ იყოს ძალის გამოსხივების ამბავი და მე მგონია რომ შეცდომა ამიტომ თან ეს თვითმმართველობის არჩევნებია ხო? ესეც მნიშვნელოვანი დეტალია, ეს არის არჩევნები, სადაც შანსიც კი არსებობს პირდაპირ ძალაუფლების წამოღების. თვითმმართველობის არჩევნები შეიძლება იყოს ინსტრუმენტი ზოგ ვითარებაში, უბრალოდ ეს ის ვითარება არ არის და თვითონვე უნდა იყვნენ ამ ძალის გამოსხივების მომხრეები. მაგრამ თან იძახი გახარიასი არ იყოს ეგ კითხვებს შევსვავენ. აბა მაშინ რა 5 ოქტომბრის მერე აბა ეხა პროტესტი რაღაც მიაღწევს. ანუ პირდაპირ და ირიბად უძალობას ასხივებენ, რომ პროტესტს მეტი არ შანსი არ აქვს. პრაქტიკულად ეგ თქვა ხაზარაძემ გუშინ. ხო ჩამჭრელ კითხვას რო უბრუნებდა ჟურნალისტს, ჯერ თვითონ რა თქვა ჟურნალისტს უბრუნებ კითხვას. ეხა თუ იძახი რომ ამ იმ გზას არ მივყავართ არსად, ნუ თქვა შენ გზას როგორ მიყავხარ, მაგრამ თვითონ იძახის რომ მეტი ვერაფერი მოხდება. სანქციები უკვე მოხდაო. ანუ პროტესტს მეტი ძალა არ აქვს, ირიბად ეს დაადასტურა. და უძალობის გამოსხივებით თუ პროტესტს ძალა არ აქვს და ამ ვითარებას შენ თვითონ უწყობ ხელს თან აი ამ საქციელით, ხო? კონსულტაციის გარეშე საჯარო ჯახით. და თან იძახი რომ მოუგებთო, ეგ არის ტყუილი. მაშინ თქვა პატიოსნად თუ ესე იღებ რომ ხო, ამ ეტაპზე ეს ჩვენ ვერ მივახციეთ შედეგს. ისინი ასე თვლიან, მე ასე არ ვთვლი, მე ვთვლი, ჩვენ გვაქვს შანსი. გარანტია არა, მაგრამ შანსი და პროტესტ მაჩვენა ძალა, არა საკმარისი, მაგრამ სერიოზული და სანამ გვაქვს შესაძლებლობა ის უნდა გავაგრძელოთ. მაგრამ თუ შენ თვლი რომ ეს ასე არა, უნდა თქვა რომ არა, ხო, აი თვითმმართველობის არჩევნებს მე ვიხილავ როგორც უბრალოდ რაღაცა საფეხურს და ჩემი პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელებისთვის, წინააღმდეგობის გაგრძელებისთვის, ხო, ეგ უნდა თქვა, მაგრამ ეს რაღაცა დროშების ქნევა და თან კონსულტაციის გარეშე ამ ტორპედირება არის პოლიტიკურად უპატიოსნო საქციელი. მით უმეტეს თქმა რომ ეს ტექსტი ეხლა წავიკითხე, თურმე არაფერს არ ნიშნავს, აქ ხო არ წერია პირდაპირ რომ ბოიკოტი იქნებაო, ეხლა აზრის გამოტანა ხო შეუძლია ადამიანს. აქ არა ჩანს სულისკვეთება, რომ კრიზისთან გამოსავალი არის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნები და თვითმმართველობასთან ერთადაც შეიძლება ჩატარდეს, ან მაშინ აზრი აქვს თვითმმართველობასო. ეს არის აქ არსი. ყველას გვესმის ეს და გუშინ ბატონი ხაზარაძისგან მოვისმინეთ ქედმაღლურად ეს რაღაცა მოოლიგარქო ტონში საუბარი ესეთი ხო რომ რაღაცა ეხა აქ არაფერი არ წერია აქ ჩვენი ხელმოწერაც არ არის იმეილით გამოგვიგზავნეს რაღაც ხო ძალიან ცუდია ეს ყველაფერი მიუხედავად ამ ყველაფრისა მე ჩემი პოლიტიკური ძალისთვის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე და რაც თავარია და ქვეყნის ვტოვებ შანსს რომ ამ არგუმენტების გამო და ამ კრიტიკის გამო და ამ რაციონალური არგუმენტების გამო ლელოთ შეიცვლის პოზიციას ეს იქნება სასარგებლო და პროტესტის გაგრძელებასთან ერთად ჩვენ ყველანი ერთად გამოვიყენებთ ამ შანსს ამ რეჟიმის მორყევისთვის და კი შემდეგ იძულებისთვის რომ ისეთი არჩევნები იყოს რომელშიც ჩვენ გვექნება განცდა რომ უკვე ისე მოვარყიეთ რო წავაქცევთ და არა უბრალოდ იმ ამოცანისთვის ხო რისი ეჭვიც მაქვს მე პირდაპირ არავის არ ვსაუბრალებ და მით უმეტეს შეთქმულების თეორია არ მაქვს და არ ვაბრალებ არავის შეკორას ეხლა ეგ ისეთი რაღაცა ასეთ ტალახის როლა არასწორია არა პირიქით აქ მე ვხედავ მინიმუმ ეჭვი რაღაც შეიძლება იყოს ლოგიკური რომ საწუწარკვეთაში არიან ანუ აღარჯერათ პროტესტის იმიტომ რომ რაღაც იმდერი ხალხი არ არის ქუჩაში რაც სისუსტეც აჩვენებს პოლიტიკური ძალის ან ლიდერის ანუ სიმტკიცე აბა ყველაფერი კარგად როცა და უკვე იგებ მაშინ ადვილია სიმტკიცე ხო ეგ ვერ დაიჯერეს ამას შეეპარათ და ნახეს რომ აი ცუდად არის საქმე რა შეიძლება მოხდეს ამ არჩევნებზე ნუ ის მაინც ვქნათ რომ ჩვენ თავარ ოპოზიციურ ძალად დავფიქსირდეთ აბა სხვა არგუმენტები რაც მოვისმენი რომ ეხლა ჩვენ თუ არ მივიღეთ მონაწილეობას გაყალბებას ვერ ვაჩვენებთო და დასავლეთს ვერ ვეთქვითო და ვერ ვაჩვენებთ რომ ისე ეხლა კრიტიკული მასა პოლიტიკური სპექტრის თუ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას ეს განაცხადია რა თქმა უნდა მე ვეთანხმები დასავლური სტანდარტისთვის ყოველთვის არჩევნებში მონაწილეობას ასურვებ ეგ ისაც ვიცოდით და პარლამენტში მონაწილეობაზეც იგივე რეაქცია აქვს ოღონდ ეს რაღაც ხელის გაშვერაა რომ ბრიუსელში ესე თქვა ეს არის ზუსტად ის რასაც ივანიშვილის რეჟიმი იყენებს ხოლმე მე ჩვენ წინამდე პასუხისმგებლობა არის ჩვენი და ამას გარდა თუ აბსურდულობაზეა ლაპარაკი ხა ხაზარაძისგან რაც იქამდე მესმოდა ალტერნატიული პარლამენტი შექმნა და იქ განვიხილოთ კანონპროექტებიო ამაზე კომიკური დასავლური სტანდარტი არაფერი არ არსებობს კეთილი თუ განვიხილავთ იმ ვერსიას თქვენ კითხვით და დაიტოვეთ იმედი რომ შეიცვლიან პოზიციებს ის პოლიტიკური პარტიები ვინც ახლა ამბობენ რომ მიიღებენ მონაწილეობას ლელოზე მაქვს იმედი ნუ ახარიაზე მათი განაცხადიდან გამომდინარე ესენი ქემაინც ზოგჯერ რაღაცა იმაში ქვემოთ იმაში
footnote-ში თუ არ ტერმინი დამოვიწყდა უკაცრავად დათქმას აკეთებენ რომ არა ჩვენ შეჯერება გვინდა რა თქმა უნდა იქვე იძახია რომ ჩვენ ჩამოყალიბებულები ვართო ანუ ეგეც არ არის ბოლომდე უცხოელი პოზიცია რომ არგუმენტები კი არ გაუცვლიათ და მე კი არ ჩამოყალიბებულა ჩამოყალიბდნენ და ეხა ვილაპარაკოთო თქვენს თან საჯაროდ ხო და რაც თავარია კვლევა ჩავატარეთო ოღონდ ამ კვლევას არ გაგიზიარებთო ოღონდ ეს კვლევა ისეთი არისო რა ქომას რომელიც გვიბიძგებსო ამისკენ ამაზე ცალკე მინდა ვისაუბროე მაგდენ უნდა ესმოდეთ რომ მცირე ნაწილი იყოს ოპოზიციური ელექტორატის საგრძნობი მაგრამ მცირე ნაწილი რომელიც სკეპტიკურად განწყობილი და თვითონაც ხო ხედავენ როგორია ვითარება ხო განწყობების თვალსაზრისით ეგ სერიოზული გამოწვევაა თუ მართლა გინდა რომ ძალა აჩვენო კეთილი აი ესეთი საპირისპირო შედეგი თუ ამ მიზეზების გამო ნიშნულობა რა შენ მიცემ რეჟიმის საშუალებას დემონსტრირების ნაკლებად სკანდალური ფორმით შედეგის დადების ნაკლებად სკანდალური რომ მაინც სამართლიანი კი არ იქნება ვერც ერთი არჩევნები ვერ იქნება ეგ ცუდი შედეგია დიახ და ეგ ნორმალიზაციას უწყობს რეჟიმის ხელს და დემორალიზაციას პროტესტის კი ბატონო თუ განვიხილავთ ამ ვერსიას რომ არჩევნებში თვითმმართველობის არჩევნებში აი ეს პოლიტიკური ძალები მაინც მიიღებენ მონაწილეობას თქვენს გარეშე, პატიმრები რჩებიან ციხეში. ანუ გახარიას პარტია და ლელო. ლელო, კი ბატონო. არაფერი არ არის ისეთი, რაც უკვე საჭიროა კარგად არჩევნების ჩასწარებლად, ყველაფერი არის ამოყირავებული, იგივე ცესკომუნად ჩაატაროს. ცესკოზე უფრო მნიშვნელოვანიც კი არის ზოგადად კლიმატი, ხო? ასეთ დროს სათხარ თქვენ თუ არ დაბრუნდნენ ისევ ბოიკოტის რეჟიმში ან დაუშვათ ლაპარაკოში. არა, მე მგონია რომ ლელოს და გახარიას მონაწილეობა ამ არჩევნებში არის ცუდი ქვეყნის ინტერესებისთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, იმის გამო რომ დანარჩენი სპექტრი ამ მომენტისთვის არიღებს მონაწილეობას, ну, იმ ხიჩიას გირჩა არ ვაპარაკობ, ისინი ყოველთვის ცალკე კაბინეტში იჯდნენ, ასე ვთქვათ. ხატონად რო ვთქვათ, ხო, თავის რაღაც გზა აქვთ. რაც არ უნდა დავარქვათ მას. დანარჩენი სპექტრი თუ არიღებს მონაწილეობას, ეს მაინც არ არის სრულფასოვანი არჩევნები და ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია ფედერალისტების არის, რომ არ მონაწილეობა დანარჩენების სწორი გზავნილია. ანუ დავზიანდებით იმ საერთო ამოცანისთვის, მაგრამ დანარჩენი სპექტრის არ მონაწილეობა მაინც არის სწორი. იმიტომ რომ ყველა ტესტის მიხედვით გინდა გაყალბებული არჩევნების შედეგები და ლელოს ლიდერებს ძალიან უყვართ არჩევნების გაყალბებული არჩევნების შედეგებით აპელირება 4 ბარიერ გადალახული პარტია ანუ იმ არჩევნებს რომელსაც თვითონ გაყალბებულს უჩვენენ საზომად იღებენ ხო მაგრამ კი ბატონო თქვათ манипуляციამ და მოსყიდვამ და შინებამ და სხვა манипуляციებმა დიდი ეფექტი მოახდინა და შეგვიძლია განაცხადი გავაკეთო რომ ის პოლიტიკური სუბიექტები ვინც იმ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო მათ მხარდაჭერა დააფიქსირეს მაგრამ მათგან უმრავლესობის ნების გამომხატველები არ მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში და სხვა პოლიტიკური ძალებიც რომელიც ჩვენი პრობლემების და შიდა ამბის და გარედანზე მოქმედების შედეგად ვერ მივიღეთ მონაწილეობა და ოპოზიციური პარტიების ხმის მიცემისკენ მოუწოდეთ ჩვენ სამომრჩევლებს, მათ შორის ლელოსთვის, ხო, პარადოქსია ამ ვითარებაში, მაგრამ წარმოადგენთ საზოგადოების ნაწილს, ხო? ახლა რამხელას ვერ გავიგებთ ჯერჯერობით, ხო? კვლევები ჩვენთან ნორმალური არ ტარდება, მაგრამ ხო, ჩვენ განაცხადი გვაქვს, რომ საკმაოდ სერიოზულს. მნიშვნელობა რა აქვს? სხვებიც არიან, ვინც წარმოადგენს ამ ნაწილს და ამ მონაწილე პარტიებთან ერთად სხვების პრინციპული და პრაგმატულად სწორი პოზიცია მოგცემ საშუალებას ვთქვათ რომ ეს არჩევნები არის ბოიკოტის პირობებში მნიშვნელოვნად ბოიკოტის პირობებში ჩატარებული და ამას ვერ შეცვლის გახარია და ლელო ოღონდ დაგვაზიანებს ამიტომ მე არ მინდა რომ იაფი გავხადო ფასი ლელოს არ მონაწილეობის შემთხვევაში გზავნილი იქნება ძალიან მყარი და გახარიასაც შეიძლება გაუჭირდეს მის პარტიასაც კი მონაწილეობას მიიღება ლელოსთან ერთად მდგომარეობა იქნება ისეთი აღარეული, მაგრამ ჩვენი ლეგიტიმური პოზიცია დაგვრჩება. თუმცა იტოვებთ რომ ამ პოზიციას შეიცვლიან ისინი. არა, თქო, ამოცანა გვაქვს, იმედი კი არა, ამოცანა გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ გულწრფელობის რწმენის საფუძველი არ მაქვს, როგორც მოიქცნენ იქიდან. ხო, ნუ ადამიანი არასოდეს ჩვენ ყველანი ნაკლოვანი არსებები ვართ, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად და თუ იქნება დისკუსია კონსულტაციის სახით და საჯარო დებატებიც უნდა იყოს მაშინ, ოღონდ დაждდენ ამ საჯარო დებატებში და შეეძლოთ ცივილიზებული დებატებისას არგუმენტების მოსმენას. ზოგადად, თქო, კონსულტაცია უფრო სწორი იყო. და რა თქმა უნდა, ამოცანა გვაქვს, რომ აზრი შევაცვლინოთ. მათ შორის ლეგიტიმური საზოგადოებრივი წრეხის შედეგად, რომელიც სხვათა შორის ამ პარტიის ლიდერებმა და ბატონმა ხაზარაძემ აროგანტულად მონათლეს, რომ რაღაცა და ბულინგი პოლიტიკოსი ხარ ანუ სიტყვიერი შეფასებები ხშირად შენი აზრით უსამართლო წვავე საწყენი არის ნაწილი ამის ხო ნეტა ეგ იყოს ეგ საერთოდ ყველგან სიტყვის თავისუფლების ნაწილია ამიტომ ამაზე წუწუნი აფრის მომტანი არ არის მათ აქვთ უფლება რომ თავის არგუმენტები ქონდეს და ხალხს აქვს უფლება რომ რეაქცია ქონდეს ჩვენ მე პერსონალურად
ყოველთვის წინამდე ვიყავი იმ ტიპის ცილისწამების რაც საფუძველი თუ არ გაქვს, რომ რაც მოისმინე მათზე, რომ რაღაცა მოისყიდეს, შეეკრნენ ჩვენ ფედერალისტები ამ ხას არ ვაწვევით. იმასაც კი არ ვაწვევით, რომ ზოგადად საუბარი იმაზე, რომ ავტორიტარული რეჟიმის და პოლიტპატიმრობის პირობებში ხო არ გამოვიყენოთ არჩევნები, არალეგიტიმურია. შეიძლება რომ იყოს უბრალოდ ამ ვითარებაში ვთვლით, რომ ის აზიანოა და რომ ცდებოდეთ და ისინი მართლები იყვნენ, ლელო როგორც მოიქცა ამ ვითარებაში არის სწორედ იმ ამოცანების საწინააღმდეგო, რასაც აცხადებს დროშად, ხო? ანუ მანდ მაქვს საფუძველი სერიოზული ეჭვისა, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური ნარცისიზმი არის მთავარი მიზეზი. ამით ხსნი მხოლოდ სწორედ პლატფორმის დაკნინებასაც, როგორც იქცევა ახლა მარტო ჩვენ ვართ იქ რაც კოალიცია. ამით ხსნი იმას, რომ როცა ვიმეორებ კიდე, როცა აი ამ ტექსტზე, რომელიც წავიკითხე და ნებისმიერ საგადმოაზროვნე ადამიანისთვის გასაგებია, ხო, აქ რაც არის გზავნილი. დისკუსია იყო, პატივი არცეს თავის კოლეგებს, რომ იქვე ეთქვათ, რომ ხალხო, იცი რა, ამაზე მოდი დავიწყოთ ახლა ლაპარაკი, 3 დღე ლაპარაკი იყო ამ ტექსტზე და ის არგუმენტები მე რაც დაახვავეს, რომელიც ძალიან სუსტი არის. ეთერში იქ არ უხსენებიათ. ხო, და ვიმეორებ, ეხლა რა სიზახენ ეს უნდა ეკრათ იქ და მინიმუმ ამ ტექსტზე არ უნდა დათანხმებული იყო. ნუ ეთქვათ, რომ ეს წინააღმდეგობაშია. ჩვენ რაღაც არგუმენტები გვაქვს, მაგრამ ეს არის უპატივცემულობა საზოგადოების მიმართ, კოლეგების მიმართ და დიახ. სასოწარკვეთიდან და სისუსტიდან გამომდინარე გაკეთებული დასკვნა, რომ იცი რა, აღარ უჯერა პროტესტის შანსების, ამას იძახიან და ძალიან ცუდია ეს და მცდარია ეს გზავნილი და ნუ რაც რისი შანსის გვაქვს ის მაინც გამოვიყენო. კეთილი, რამდენიმე თემას მინდა შევეხოთ. კეთილი არ არის ეს ამბავი, მაგრამ თქვენ კი პასუხეთ ასე ცხადია. რამდენიმე თემას მინდა შევეხოთ სანამ დაგემშვიდობებით. ანტიამერიკული ნახევარწელზე მეტია, შეიძლება 1 წელიც უკვე არის ქართული ოცნება გაცხადებული. ბოდიში ეგეც დამოვიწყო და ერთ სიტყვაში ვიტყვი. ხო, სანქციები უკვე უწესდა და ხედავ ხსნიან ამ ხალხსო სანქცირებულსა ბატონმა ხაზარაძემ ბრძანა რაც ასე არის მართლა და ჩვენ ლოგიკური დასკვნა არის რომ თქვა რომ პრობლემაა სანქციები მათთვის და ეს ასეა უგო ჩაიარა ამანო და მეტი რაღა უნდა მოხდეს აი ჩაიარა თუ არ ჩაიარა აბსურდი არის ეს მინდა რომ გითხოთ იმიტომ რომ ამ ანტიამერიკულ ძალიან ძიმე განწყობას რასაც თესავს ქართული ოცნება ჯერჯერობით ვაშინგტონიდან პასუხი არ ანტიდასავლური და ანტიამერიკული, რაც საერთო ჯამში არის ანტიქართული ინტერესების. ცხადია. და მეორე ნაწილი თქვენ რომ პასუხი არ ყოფილაო. ანუ პასუხი დასრულებული, პასუხი არ ყოფილა, მათგან კი ყოფილა, მაგრამ პასუხი კიდევ არსებობს მოლოდინი უფრო მძაფრი პასუხი. სხვა საკითხი არის. ხო, ჩვენ ანუ ისინი ვინც თვლით, რომ ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი, როგორც იქცევიან, იმისთვის რომ მეტი სიცხადე იყოს, იმისთვის რომ რეჟიმი დასუსტდეს, ყოველთვის გვინდა მეტი რეაქცია. აი და რას ველოდებით? რა არის მეტი რეაქცია? რას ფიქრობთ? ჩვენ და მეც პერსონალურად ყოველთვის წინამდეგები ვიყავით პროგნოზირების და რაც სპეკულირების ამ თემაზე და ამაზე დაყარდნობის მომავლის. იმიტომ რომ ჯერთი საკმაოდ მყარია პოზიცია ხა აი სისულელე ხარ უნდა ვიჯერო deep state-თან ბრძოლაზე და ამ აბსურდზე ხო? ამ ბოდვაზე. ანუ რეალურად სანქცირებულია ამ ეს რეჟიმი, მისი ლიდერი ანუ ერთადერთი ვინც აკონტროლებს, თქვენ ხო არარაობები არიან, ისინიც სხვა ფორმით, შეერთებული შტატების მიერ მათ შორის და ეს პოზიცია არ შეცვლილა. ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ რა განაცხადებს გააწყეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა, ну, დიპლომატიური ენაზე ეს არის ძალიან კაცრი განაცხადი, ხო, რომ თვითონ იციან, რომ იქარესო, ეს იყო შინაარსი, ანუ თქვენ იცით რა ნაბიჯები უნდა გაადგათ, თუ ნორმალიზაცია გინდა თუ ახალი პოლიტიკური პრეზიდენტ ტრამპის გუნდის საკვანძო წარმომადგენლები ვინც არიან კონგრესშიც და სენატშიც. საკვანძო თავმჯდომარეები, არა ჯო ვილსონი, რომელზეც ააწყეს, რომელიც ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე იყო და საქართველოს მხარდამჭერია და ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა. არა, აი ტრამპის ბანაკის ასევე სხვა წარმომადგენლები. საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე კონგრესის, ხო? აი ესენი რაზეც თავის კამპანიას აყობენ, რომ აი მაგა ჩვენი ხალხია ეგენიო ტრამპისტებიო. იმათ განცხადებები მოვისმინეთ ყველას, ხო? ძალიან კაცრი და მკაფიო. ის რომ ჩვენ გვინდა რომ დამატებით ნაბიჯები იქნას გადაგმული, იმიტომ რომ ვთვლით რომ ეს საქართველოს დაეხმარება, იმიტომ რომ ეს რეჟიმი არის საფრთხეს ბუნებრივია, მაგრამ ჩვენი გათმა უნდა იყოს იმაზე, რომ რაც ჩვენს ძალებშია პირდაპირ იქ ვაჩვენოთ და ის უკავშირდება პირველ თემას. ანუ ვაჩვენოთ რომ პროტესტი გრძელდება, გავაკეთოთ ყველაფერი მისი გაფართოებისთვის, ვაჩვენოთ რომ მორალურად იზოლირებულია ეს რეჟიმი შიგნით, ვაჩვენოთ რომ ჩვენ გვაქვს სიმტკიცე ამ ბრძოლის გაგრძელების. ეს საზოგადოებას ვთვლიანთ მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს და რა თქმა უნდა კომუნიკაცია გქონდეს და აი აქ პრეზიდენტ ზურაბიშვილის პლატფორმა ამისთვისაც იყო სასარგებლო, რომ იქ შეჯერება გზავნილების ყველა დეტალთან დაკავშირებით რა არის სწორი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად ტაქტიკურად, სტრატეგიულად ვიცით მეტნაკლებად სწორი გზავნილები, იმიტომ ჩვენ ისეთი გზავნილი გვაქვს, ხო ჩვენ ერთ მხრივ გვჭირდება რომ ივანიშვილის რეჟიმის მიერ ამ უზარმაზარი ზიანის ფონზე წლების განმავლობაში, არა მარტო ბოლო პერიოდში ამ კატასტროფისა, გვჭირდება რომ მუდმივად მივაწოდოთ პარტნიორებს არგუმენტები საქართველოს რატო არის მნიშვნელოვანი დასავლური უსაფრთხოებისთვის, ცივილიზაციისთვის, მორალურადაც და პრაგმატულადაც. და ამასთან ერთად ვაჩვენოთ როგორი რეჟიმია ეს, როგორი საფრთხეა ეს რეჟიმი თავისუფლებისთვის,
ჩვენი საზოგადოების, მაგრამ მათი ეროვნული ინტერესებისთვის, ანუ ორივე რამე გვჭირდება და ანუ საფრთხე ხო რაშია ამ რეჟიმს გზავნილი რა აქვს დასავლეთში, რომ ფეხებს დაგვიკიდეთო რა, ეს არის დაალაგება ურთიერთობის, ხო? მათი მოკავშირეებით თუ ნახავთ დასავლურში და დისკუსიაში, ყველგან არიან ის ხალხი, ვინც იძახის, რომ რუსეთს დაუტოვოთ ეს სივრცე რა, ეს ჩვენი საფრთხე არ არისო. მაგათთან პოლიტიკური სიახლოვით ამაყობენ, ანუ პირდაპირ იმითი, რაც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოა ამერიკაშიც. თუ ნახავთ, სად იყო პუბლიკაციები, ძალიან მცირე და გავლენის არ მქონე, მაგრამ მაინც, ხო, რომ აი იქნება ქართულ ოცნებასთან არასწორი არის კრიტიკული დამოკიდებულება ამერიკის ხელისუფლებისო, ეს არის იზოლაციონისტური შეხედულებების მქონე პოლიტიკური ცენტრები, რომლებიც იძახიან ზოგადად, რომ ამერიკამ როლი უარი თქვას მსოფლიოში ჩარევაზე და დიდ ძალებს შორის უნდა იყოს რაღაც ბალანსი და რუსეთს ახლა სამეზობლოში თავიდანვე. ამაზე უფრო მეტი გაფორმება ღალატის ხელის მოწერასავით არის. ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს სხვა, ხო? ჩვენ გვინდა რომ საქართველოს ჩვენი ეროვნული ინტერესების გამო ჩვენი სამშობლო არის იყოს თავისუფალი და დაცული და ჩვენ გვჭირდება არგუმენტები თავისუფალი სამყაროსთვის, მორალური და პრაგმატული, რატო არის ეს მნიშვნელოვანი მათთვის და ამასთან ერთად როგორი საფრთხე არის ეს რეჟიმი. ეს არ არის მარტივი ოპოზიცია ხელისუფლებას ვერ შეადაცვლებს, ამიტომ ხელისუფლების გამოცვლა არის აუცილებელი პირობა, რომ ეფექტურად ეს კამპანია ვაწარმოოთ, მაგრამ სანამ ეს მოხდა, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ვქნათ. უბრალოდ ასე მიდგომა, რაც ჩვენ რასაც ვისმენ ხოლმე ზოგიერთ კარგი ხალხისგან ოპოზიციაშიც იქ ნაკლებად, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებში, მაგრამ განსაკუთრებით მოქალაქეებისგან, რომ აი ველოდოთ ხვალ რა იქნება, ეს არასწორი არის. რეჟიმა უნდა ინერვიულოს ხვალდაზე კიდევ უფრო გაუარესდება ვითარება და რაც დღეს აქვს, ეგეც დიდი პრობლემაა მათთვის. ყველა ნიშანი არის ამისი, ეს მოხსნების მაგის დასტურია, ისედაც ეს იარლიყი აქვს დაწებებული. უნდა ეს იარლიყი არსებობს, იმიტომ რომ ქვეყნის შიგნით არის საზოგადოება, ვინც პროტესტს აგრძელებს. უდიდესი პოლიტიკური გამოცდილება გაქვთ და პოლიტიკური ინტუიციაც და ახლა ქართული ოცნება, ну, ასე ვფიქრობ მე. არ მადლობა, მეც მოხარული ვიქნებ, თუმცა ზოგჯერ მღალატობს ხოლმე აშკარა. მაგრამ ხო, აი ახლა როგორ შიგნით რა შეიძლება იყოს ჩამოშლილი, ჩამონგრეული, შიგნიდან შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს, რომ შიგნიდან გამოვიდეს, ასე ვთქვათ, სიმართლე. რაღაცა მოხდეს შიგნით, რითიც დაიმსხრევა აი ეს პირამიდა, რაც არსებობს. შეიძლება მოხდეს. ეხლა არ არიან ჩამოგრეული რო იქნეთ, ეხლა ვიტყოდით, რომ დამთავრებული არიანო, ხო? მაგრამ სერიოზული წრეხის ქვეშ არიან და ეს გადადგომები, ხო? ვიცი რომ 1000 შეთქმულების თეორია აქვს და მე არ შევდივარ სპეკულაციებში, არანაირი საიდუმლო ინფორმაცია და ჩიტები მე არ მყავს, რომ ამბები მომიტანონ, მაგრამ უბრალოდ ლოგიკის ამბავია, ხო? საღიაზრის, რომ ასეთ წრეხის ქვეშ როცა ამხელა ძვრები ხდება, ეს ნიშნავს, რომ შიგნით არის ნერვოზული ვითარება. მათი აგრესიულობა, საკანონმდებლო განსაკუთრებით და ძალადობრივი და რეპრესიების და პოლიტპატიმრების გამოწვეული არის მაგით. რომ ამის გარეშე წონასწორობის შენარჩუნება მიაჩნიათ შეუძლებლად და ისეც ის შეუერაღებელი თვალითაც ხედავთ ხო რომ სულ ციებ-ცხელებაში არიან. თან ვითომ არაფერი არ ხდება, თან ისტერიკაა, რომ სამშობლოს ესენის ურთიერთსაწინააღმდეგო გზავნილი აქვს, ხო მათ შეუულიათ იმ ხელა ნიაღვარი აქვს, რომ ერთ წინამდებაში საწინააღმდეგო იყვნენ, მაგრამ ესეც მანიშნებელია, რომ ეს ვითარება, საგარეო პოლიტიკური იზოლაცია ხო, ოღონდ აქაც მინდა დავაზუსტო, აქ არიღია ფორმალურად რომ ისინი არიან, ძალაუფლება აქვთ, ხელისუფლება და ელჩმა ხელი ჩამოართვაო, ეგ არც არ ნიშნავს, ეგ პირიქით დასაცინია ჩვენგან რომ ეგ უხარიათ და პირიქით შესახსენებელია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის რომ რეჟიმი რომელსაც უხარია შორიდან თუ გაუღიმებს რა პრეზიდენტ ტრამპი არა წერილს ფორმალურს გამოუგზავნის თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ამით რომ ამაყობს ამ რეჟიმს არ შეუძლია საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. სხვა ამბავია რომ არც აქვს ეგ ინტერესი და ეგ არის უბედურება. მაგრამ ჩვენ უნდა ყველგან ხაზი გაუსვათ იმას რომ ეს მათთვის არის დიდი პრობლემა. შეუძლებელია რომ ბევრად უფრო ძლიერ და ავტორიტარულ რეჟიმებს აქვს პრობლემა როცა ასეთი იზოლირებულები არიან. და როცა ეს ყველაფერი ეყრდნობა ქვეყნის შიგნით მორალურ იზოლაციას და ჩვენ ვიცით და კვლევებიც იყო კარგი ფოკუს ჯგუფები ამასთან დაკავშირებით აი ისინი როგორი გაბრაზებულები არიან რომ ხედავენ მათ გარშემო საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს მათი გადმოსახედიდან ჩვენი აზრით უმრავლესობას მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს როგორი მორალური მიუღებლობა აქვს რომ კედელი არის ხო აუცილებელი კი არა რომ ვიღაცა მაინც მოაძახოს ქუჩაში რომ მოღალატე ხარო თუმცა ესეც ხდება ყოველ დღე არა, ეგეც რო არ იყოს, ხო? მათ გარშემო ხედავენ, მათ ოჯახებშია ეს შესული, ისეთი რამე ჩაიდინეს. განსაკუთრებით იმ ღია განაცხადის შემდეგ, რაც ივანიშვილის ამ პოლიტიკურმა არარაობამ ყობაშვილი ნახე ხა და მათი სახელი ლეგიონია. ჩემთვის ხო, ყობახიძემ თქვა ხო, რომ აი არჩევნების მერე რომელიც ხო არასამართლიანი არათავისუფალი, როცა პროტესტიც ვერ შედგა ოპოზიციის სისუსტის გამო და არათანმიმდევრულობის და მე უცებ გამოვიდა და თქვა რომ რახან დასუსტებულები არიან ეხლა გეტყვით რომ საბოლოოდ უნდა შეეგუოთ რომ ჩვენ ვასალები ვიქნებით რუსეთისო ეს იყო ხო შინაარსზე სწორად აღიქვა ხალხმა როგორც არ უნდა შეფუთონ რომ დამოუკიდებლობა ჩვენ ვერ გვექნება სუვერენიტეტი ჩვენ აქ რუსეთია და ჩვენ ვასალები უნდა ვიყოთ წყნართან ვიყოთ
ამის შემდეგ ჩვენ ხედავთ ხო რა რეაქცია ვიმეორებ მე არც მეორე უკიდურესობა არ მიყვარს რომ რასაც შვებოდნენ ხოლმე იმავე პარტიების წარმომადგენლები რომლებიც ეხლა სასწორკვეთაში არიან ზოგჯერ ხო რომ აი ორ დღეში დამთავრდება ეს არ არის ეს რთული სარისკო ბრძოლა ეს საშიში რეჟიმია ამას ზურგს უმაგებს გარეთ მტერი თავისი გზავნილით ომის შიშით ისინი ერთად მოქმედებენ მაგრამ ისინი არიან სერიოზული მორალური წრეხის ქვეშ და ჩვენაც შეგვიძლია მინიმალურად შეგვიძლია ის აუცილებლად მოგავაკეთოთ და მომეცადოთ რომ გავაზარდოთ ეს ყველაფერი და ამიტომ განსაკუთრებით პოლიტიკოსებს და განსაკუთრებით ხალხს ვის ამბიცია აქვს რომ ხვალ მხარი დაუჭირონ უნდა შეელოთ რომ როცა რაღაც ფაზა არის თუ თვლიან რომ არ არის ყველაზე ძლიერ ფორმაში მისი ბანაკი მაშინ გამოიჩინოს სიმტკიცე და არ ირყევდნენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა როგორც ერთ აგიოგრაფიულ ნაწარმოებში კეთილი მადლობას გეცნობთ რომ იყავით ჩვენ სტუმარი თქვენ